ქართული ამბანში მზე მეოთხე ადგილზე ზის, ვიცით რომ ჩვენ დონი მზის ქართული ნიშანი მეოთხე ადგილზეა, საქმე ის არის რომ ცნობილია ეგრეთ წოდებული ნათობთა თანამიმდევრობა, ეს ძველი ბაბილონური სწავლებიდან მოდის, თვარე, მერკური, ვენერა და მზე მეოთხე ცაზე ზის. ამდენად აი ეს ისევ ბაბილონური პრინციპია გატარებული, ქართულ ამბანში მთვარე მართლაც პირველ ცაზე დგას, ხოლო მზე მეოთხე ცაზე. მაგრამ ამასთანავე მითითებულია კალენდარული მნიშვნელობა. დონი მზის სიმბოლოა, გამოსახავს მზის დისკოს, ხოლო ზედ ჯვარია დასმული, რაც მზის, ესე იგი, მოძრაობის აღნიშნელია. მისი წლიური მოძრაობის აღნიშნელია. ხოლო მისი დონის რიგითი და ამბანური სათვალავი, რა თქმა უნდა, მეოთხე ადგილზე მდგომი ნიშანი 4-ის მნიშვნელობისა არის. ახლა საქმე ის არის, რომ დონიც ანის მსგავსად ორგზის რიცხვის აღნიშნელია. რიგითი სათვალავით იგი 4-ია, ანბანური სათვალავით იგი 4-ია. აქ ეგვიპტურისაგან განსხვავებით ქართულ ანბანში ყოველ 4 წლეულში ერთი ნაკიანი წელიწადი იანგარიშება. ესე იგი, საქმე ის არის, რომ რატომ ეწოდება ქართული ანბანის მეოთხე ასო-ნიშანს დონ. თუ ჩვენ დონ ასო-ნიშნის სახელწოდება რიცხვებში გადავიყვანეთ, მივიღებთ 124-ს. ესე იგი, 124 წელიწადში მოვა 31 4 წლეული, ანუ 31 ნაკიანი წელიწადი. ხოლო მეორე ანბანური სათვალავით 4 კი უნაკო წელიწადის აღნიშნელია. ესე იგი 124 წელიწადში იანგარიშება 31 ნაკიანი წელიწადი, ხოლო მომდენო 4 წელიწადი იქნება უნაკო 128 წელიწადში იანგარიშება არა 32 ნაკიანი წელიწადი, არამედ 31 ნაკიანი წელიწადი. ეს კი საოცარ შედეგს იძლევა. საქმე ის არის, რომ აი ამ ასეთი მეთოდის საშუალებით წელიწადის ხანგრძლივობა გამოდის 365 დღე-ღამე, 5 საათი, 48 წუთი და 46 წამი. ეს შესანიშნავი ასტრონომიული მიღწევა, რომელიც ევროპაში ცნობილი გახდა. ასეთი სიზუსტე ქართულ ანბანში, ესე იგი, წელიწადის ხანგრძლივობა დაახლოებით 1 წამის სიზუსტით არის გაანგარიშებული. თუ შევადარებთ ჩვენ ეგვიპტურ მზის წელიწადს, იქ 5 საათისა და 48 წუთისა და 46 წამის შეცდომა. თუ იულიანურ კალენდარს გავითვალისწინებთ, იქ 11 წუთისა და 14 წამის შეცდომა. გრიგორიანული კალენდრით 26 წამის შეცდომა. ყველაზე ძველი ქართული მზის კალენდარი, რომელიც შემოღებულია ძველი წელთაღრიცხვის 540 წელს, წელიწადს წამის სიზუსტით ანგარიშობს.